როგორ ხართ, პატარა ბანდიტებო, რას აფუჭებთ, აბა რას ვაშავებთ, რა გეგმა გვაქვს ამ კვირაში. დღეს ვსაუბრობთ არასახუმარო თემაზე, ნამდვილად რადგან დააკავეს პატარა გოგო 15 თუ 16 წლის, რომელმაც მიიღო უდიდესი მონაწილეობა რეალურად ამ ადამიანის გამო მოხდა, ყველაფერი რაც მოხდა, ვინც საერთოდ აზრზე არ ხართ, ორი სიტყვით აგიხსნით, მოკლედ. ანუ რამოდენიმე თვის წინ დაახლოებით 10 თვის წინ რომ მკვლელობა მოხდა გიგა ავალიანის მასწავლებლის, ეს გოგო იყო მისი მოსწავლე და ზუსტად ამ გოგომ მიწერა თავის შეყვარებულს, რომ ეს მასწავლებელი ჩემი მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენსო და ამ შეყვარებულს გედე ეკეტა და წავიდა და მოკლა, მოკლედ. გუშინ მოხდა ამ გოგოს დაკავება და მოდი ბევრი არ ვილაპარაკოთ, გაჩვენებთ ვიდეოებს. რადგან ადვოკატით სახლში იმყოფებოდა და ადვოკატმა ნუ ეხლა რჩევები მისცა თქო არ ვიცი, მაგრამ ესე გამოიყურება კადრები. გადაობა რა არის, იცით? ბავშვი ცხოვრობს ესეთ გარემოში, რა ვიცი, მშობლებს უყვართ ხო დიდი ალბათობით, ანუ მშვენიერი სახლი აქვს, წესით არაფერს უჩივის, მერე გაჩვენებთ საყვარელი შილაკები რომ უსვია მაგასაც და მაინც წყვეტს რომ ისე იცხოვროს, თითქოს აი ბონი და კლაიდი არიან ეს და თავის შეყვარებული და ჩვენ ვერავინ შეგვებრძოლება ამ სამყაროში, მხოლოდ ჩვენ ორნი. არა შვილო, არ ხართ მხოლოდ თქვენ ორნი, მშობლები ყავს მოსიყვარულე, რა ვიცი, რემონტი გაქვს სახლში, აქ 72 ინჩიანი ტელევიზორი გაქვს, იქით კომპიუტერი გიდგას, რა მხოლოდ თქვენ ორნი, ვის ებრძვით? რა ბრძოლა, რა კრიმინალი? ჩვენ ვერავინ გაგვაჩერებს, ხო? და იმას ხელი აქვს შემოხეული, კი, ჩემო პატარა, ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს. შენ ბონი ხარ, მე შენი კლაიდი. აი ეგ არის პრობლემა რეალურად და ეგეთი ისტორიებია, მე რაშიც ვხედავ პრობლემას, რომ ეგეთ ისტორიებს ან კითხულობენ, ან კინოებს უყურებენ და არ ვიცი რამდენად ბოლომდე იაზრებენ აი ეგეთი ისტორიების აზრს, იმიტომ რომ ახალგაზრდა ბიჭების მისაბაძი მაგალითები ვინ არიან, ხო? ნუ არ ვიცი, რაღაც კრიმინალები, მაგრამ აი უცხოეთიდან რომ ავიღოთ რაღაც ალ კაპონე მაგალითად პაბლო ესკობარი, ხო, ესკობარის სერიალი ხო ექნებოდა, ეხა იმ ბიჭს ნანახი ამ შეყვარებულს უეჭველიას, ძმაო მაგრად ევასება. და ბოლომდე არ უყურებენ ხოლმე, როდესაც 130 ტყვია დაახალეს მერე ამ პატარა ბონის სახეში და სულ 23 წლის იყო ეგ გოგო, როდესაც ჩააძაღლეს და დააფსეს და დააჯვეს პოლიციელებმა თავზე. ამას არ უყურებენ. რადგან რამდენად რომანტიკულიც არ უნდა იყოს იმის წარმოდგენა, რომ შენ და შენი შეყვარებული ვიღაცებს ხოცავთ და ბანკებს ძარცვავთ და ესე ცხოვრობთ სამყაროს წინააღმდეგ. დასასრული არასდროს არის ხოლმე რომანტიკული, როდესაც ძაღლივით კლავენ ქუჩაში. და მაგამდე მიდიან ეს ახალგაზრდები ძალიან მაინტერესებს. იმიტომ რომ ყველა ამათი, აი, ვინც ყავს დღესდღეობით ესეთი წარმოსახვითი ლეგენდარული კრიმინალი, ყველა ეგრე ასრულებს, ხო? ყველას კლავენ 20 წლის ასაკში, 30 წლის ასაკში, 40 წლის ასაკში. მოკლედ, ამ გოგოს ემუქრება 13 წელი. ნუ არასრულწლოვნობის გამო დააკალდება რაღაც, მერე ალბათ კიდე მოაკლებენ, მაგრამ 7-8 წელი ნაღდად ემუქრება, რომ წავიდეს ციხეში. შემდეგი ვიდეო ვნახოთ საავადმყოფოში რომ გადაიყვანეს. ნუ საავადმყოფოში რა ჭირდა ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ეს ვიდეოც ვრცელდება თავისი ადვოკატისგან, რა თქმა უნდა. No sterino da ვაი მე გული ხوار წავიდა ბოლოს. თავი არ წეიქციო, ნატროლი, თავი არ წეიქციო, ნატროლი. No steri Angela da აი აღარაფერს უშველის ბავშვო. ეს შენი ტირილები ეხლა. მკვდარია ის ადამიანი. და ნუ ვერც ამ გოგოს ვეღარ უშველით კაცო ვერაფერს. უბრალოდ თუ ვინმე ახალგაზრდა გოგო მიყურებთ და მე სასტიკად მოგიწოდებთ რომ მე არ მიყუროთ ახალგაზრდა გოგოებმა, მაგრამ თუ ვინმე მიყურებთ აგიხსნით რომ არ სრულდება ბავშვებო ეგრე ცხოვრება თქვენ როგორც წარმოგიდგენიათ 15 და 16 წლის ასაკში. თქვენ რომ გონიათ რომ
მე და ჩემი თორნიკე ყოველთვის ერთად ვიქნებით და ბანკებს გავძარცვავთ და მე შვილებს გავუზრდი. არა შვილო, არა. ჯერ ერთი თორნიკე მიხვდება, რომ სხვა ქალებიც არსებობენ ერთ წელში ან 2 წელში. ეგრევე მიგატოვებს. რადგან ყველა კაცი ეგრეა. რომ როდესაც ხვდებით, რომ სხვებიც არსებობენ, კი. მერე და თუ მაგდენად არ გაგიმართლა და თორნიკემ არ მიგატოვა, აი ესეთ შარში გაგხვევს ეგ შენი თორნიკე. გიღირს, როდესაც შეგიძლია, რა ვიცი, თუ მაგ პერიოდში უკვე იმდენად სერიოზული ადამიანი ხარ, რომ კრიმინალზე ხარ წამსვლელი და მაგდენად გათვითცნობიერებული გაქვს ცხოვრება, წადი შვილო იმუშავე, მაკდონალდში წადი, სადმე მიმტანად წადი და აღარ მოგიწევს ეგ კრიმინალობა. აღარ მოგიწევს საერთოდ ხალხის ხოცვა და მაღაზიების გაძარცვა და ასე შემდეგ. ადამიანები დებილები არიან მართლა ეს ახალგაზრდები. დღემდე გონიათ რომ მაღაზიების გაძარცვა აი გაუვათ. ხო გააქვთ ნანახი ვიდეოები რამდენი მხდება ხოლმე კვირაში ერთი მაინც რო არ შემხდეს არ შეიძლება რომ ბავშვები შედიან კიდე სპარში და რაღაც სუპერმარკეტებში და ძარცვავენ და ხელთათმანები უკეთიათ ამ კრეტინებს აზე ხარ ანუ ამათ გონიათ რომ თითის ანა ბეჭდებამდე მივა საქმე და იქ მერე დეტექტივები და ის სუდმედ ექსპერტები ესე ფხვნილით დაიწყებენ თითის ანა ბეჭდების აღებას. რა თითის ანა ბეჭდები შვილო ყველგან კამერა აყენია ეგრევე ყველა მიცის რომ ის ბავშვია всё დავიჭიროთ. უბნის პოლიციელები რისთვის ყავთ? მაგისთვის რომ იცოდნენ რომ ეს რო იქ შევიდა всё ეს ისაა წავედით დავადგეთ დავიჭიროთ. და დღემდე მაინც ცხოვრობთ იმ ილუზიებში რომ კრიმინალი ხელიდან გაგივათ. ძმაო, მე და შენ ვართ ერთადერთები ამ ცხოვრებაში. იყავით, ნია, ნუ ყარტირი ხა არა უშავს. მალე გაივლის ეს შენი 9 წელი, მალე გამოხვალ ციხიდან 9 წელში. აჰა, ნუ ესეთი ლამაზი თეთრი კოპწია შილაკები ვეღარ გექნება იქ ციხეში, მაგრამ გექნება იქ რაღაცა მარგანცოვკა ან რამე გექნება და იმით გაიკეთებ ხოლმე შილაკებს. აბა რა გეგონა ადამიანს რო კლავდით. რავი მე რა გონიათ. ხო, კიდე დააკავეს ქალბატონ ნიასთან ერთად ქალბატონი ანასტასია, რომელსაც ედავებიან მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას. ანუ ადამიანმა იცოდა, ეგ იყო მეორე ბიჭის შეყვარებული თუ არ ვწდები, ანუ რა თქმა უნდა ეხა გაიმარიაჟა იმ ბიჭმა, რომ ეს დავაგდეთ ბიჭო რა, იმდენი ურტყით რომ ეხა კომაშია. ჩემი დედაში. და ამ გოგომ ვაიმეო ჩემო სიყვარულო, აი როგორი მაგარი მყავხარო, რომ ყველას ერევიო და ყველას ცემო. ბუმ, წახვალ ანასტასია 7 წლით ციხეში. დაფიქრდები იქ რომ ეგეთი მენტალიტეტი არ უნდა გქონდეს რომ ეძმაო ძაღლებთან ვინცთან ამშრომლობს ბოზები არიან. არ ხარ ანასტასია 60 წლის ვიღაც საბჭოთა კავშირ გამოვლელი ქურდი. 15 წლის გოგო ხარ, რა ძაღლები, რა თანამშრომლობა, რა გაბოზება, შველო, რეებზე საუბრობ საერთოდ, რა გიდევს გონებაში? 15 წლის გოგოებს, ბიჭო, მართლა ვიღაცა ქურდების მენტალიტეტი რატო უნდა გქონდეთ? და ეხა მაგას უშვებენ 7 წლით ციხეში. სამაგიეროდ ბოზებთან არის თანამშრომლა ძმაო და თავისი ლოვე არ ჩაუშვა. აუჩ. ნეტა ისიც ტირის ანასტასიაც, თუ ანასტასია მაგრათაა და არ ებაზრება ბიჭო, ეხა დეტექტივი უზის და ხელებს უბრახუნებს მაგიდის წინ, რომ თქვი და ანასტასია ზის და არ ვიტყვი არაფერს, ვერ გამტეხავ დეტექტივები გამწარავ, თქვი იცოდ, არაფერს არ ვიტყვი. და აფურთხებს, თქვი ძაღლებო თქვენ. ნეტა ეგრე იქცევა? თუ ისიც ტირის და ისიც ნანობს და ისიც ხვდება რომ 15 წლის ასაკში არ უნდა გქონდეს ისეთი მენტალიტეტი რომ ძაღლებს არაფერს ვეტყვი. და თუ ვინმე გეუბნება რომ ადამიანი მოვკალიო, წახვიდე და როგორც მინიმუმ მშობლებს უთხრა, ხო რომ ერთი რაღაცა უნდა გითხრა და რავი მე შენ მითხარი როგორ მოვიქცე. ჩემმა შეყვარებულმა კაცი მოკლა და რავი აბა და მე იმედია დედაშენი მაინც აღმოჩნდება ჭკვიანი და გეტყვის რომ შვილო წამოეთარგე პოლიციაში, სამ აგაყირავეს და გაგიშვეს 7 წლით. არა, აი მართლა ჯერ რა გააკეთეს ვაფშე იცით? ტელეფონებიდან წაშალეს ისინი ჩატები და რაღაცები და წყნარად ისხდნენ 11 თვის მანძილზე, თუ 10 თვის მანძილზე. წარმოდგენილი გააქვთ?
აი ვერ გააზრების და საერთოდ რაღაცა ნარნიას კარადაში ცხოვრების დონე წარმოდგენილი გააქვთ რომ ადამიანებს გონიათ ინსტაგრამით დაგეგმეს მკვლელობა მერე ჩატები წაშალეს და წყდარად ეძინათ 10 თვე რომ ჩატები ხო წაშლილი მაქვსო აი მე ამიტომასაც ხომ საზღვარი აქვს არა აი პირამიდებში ესეთი ხალხი ერთვება ზუსტად ესეთი ხალხი ერთვება პირამიდებში რომ სადაც პირდებიან რომ აი ჩაერთეთ თქვენი მეგობრებიც მოიყვანეთ და მილიონერები გახდებით ერთ წელში კი აი ეგეთი ხალხი ერთვება რომლებსაც გონიათ რომ ინსტაგრამზე შეგიძლია მკვლელობა დაგეგმო რომ აბა ეს ტიპი მოუკალითე ძალიან კარგი მადლობა ჩემო საყვარელო წავშალო ჩატი ხო კი წაშალი ჩატი და всё და წყდარად ცხოვრობენ არ შეიძლება ინსტაგრამზე მკვლელობის დაგეგმვა და მე იმედით ცხოვრება რომ ჩატი წავშალე ყველაფერი საკაიფოთაა წავედი ხა შილაკი გავიკეთო მორალი პოლიცია გიპოვით ხალხო ხო ნახეთ ეხა ხო გამოქვეყნდა ეს სტატისტიკა მკვლელობების გახსნის 100%-ია განა 90 განა 98 განა 99 არა 100%-ია მკვლელობების გახსნის სტატისტიკა ანუ ყველა ადამიანი ვინც მოკლეს ყველა დამნაშავე დასჯილია 15 წლისები არ ხართ იმდენად პროფესიონალი მკვლელები რომ თქვენ ვერ გიპოვოს პოლიცია რა ჯანდაბა გჭირთ ბიჭო რაღაცა ისწავლეთ რამე ქენით რამდენად საინტერესოა ცხოვრება და არა მაინც და მაინც ვიღაცამ რაღაცა უნდა მოიპაროს სპარიდან სპარში უნდა შეხვიდეთ მარტო მოლარესთან საჩხუბრად მოსაპარად რატო შედიხარ ძმაო ყველგან კამერა აყენია და რა თქმა უნდა როგორც ყოველთვის სადაც ხმაურია იქ ნანუკასაც უნდა წილი ამ ხმაურიდან ოღონდ პოზიტიურად რა საკუთარ თავისკენ რა საკვირველი აი მაგწილებს იღებს ნანუკა სადაც რამე ხდება ამისკენაც წავიდეს ცოტა პოზიტივი წაიკითხავთ დადგება დრო და დღევანდელი პოსტაობა საკუთარ თავთან შეგარცხვენს ეს არის დანაშაულის ტოლფასის შეცდომა რომლის გამოსწორება შეუძლებელია სამწუხაროდ თავარი პოსტი წაშლილია და ვეღარ გაჩვენებთ მაგრამ შინაარსი როგორც ხვდები მეორე პოსტიდან ის იყო რომ რატო დაიჭირესო ეს გოგო რა დააშავო 10 თვის შემდეგ რა შეიცვალაო მაშინ რატო არ დაიჭირესო და მოკლედ ნანუკას გამოუვიდა ამ ახალგაზრდა გოგოების დაცვა მთავარი ფიგურანტების საქმის რეალურად ვის გამოც მოხდა ეს მკვლელობა იმათ იცავდა ნანუკა მერე წაშალა ეგ პოსტი თავიდან დადო რაღაცები ჩაასწორა მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ გამოდგა საკმარისი და ეხა უყურეთ რა გამოაგორა ნანუკამ გრანდიოზული ცვლილებები და მიუხედავად იმისა რომ ჩემი და ეკას კომუნიკაცია პირველად ამ თემაზე არ შემდგარა მე პირველად ის წლების წინ დამიკავშირდა და მთხოვდა ყველაფერი გამეკეთებინა პატიმარი სააკაშვილის ციხიდან გამოსაყვანად ეს იყო ჩვენი პირველი კომუნიკაცია მიუხედავად ამისა და ნანუკას გონია რომ ეხა ამოიღო და ჯოკერი გადაარტყა რომ თქვენო ეკაო ვინ გონიათო წლების წინო მე სააკაშვილის გათავისუფლებას მთხოვდაო რომ იცოდეთო ეს თქვენი ეკაო თუნდაც უყვარდეს სააკაშვილი ქალბატონ ეკას თუნდაც დღემდე თუნდაც რამოდენიმე წლის წინ უყვარდა რა მნიშვნელობა აქვს აი ჩემთვის არანაირი ხომ თქვენთვის არანაირი რადგან აქ არ განვიხილავთ ჩვენ ნაციონალებს და ქოციონალებს ხომ მაგრამ ნანუკა ყოველთვის განიხილავს ამ საკითხებს და მას რეალურად ეგონა რომ ეკა კუპატაძეს გამოიყვანდა და როგორც აი ნებისმიერ რაღაცაზე რომ აგორებენ ხოლმე პროტესტებს რადგან ეს პროტესტი თავიდან ხო დაიწყო არაროსულ კანონს და მერე მივიდა როგორღაც დიუშენის სინდრომამდე და მერე მივიდა როგორღაც ეკა კუპატაძის შვილის მკვლელობამდე ხო და ეგ უნდათ დიუშენის სინდრომიანი ბავშვების პროტესტები რომ მორჩა როგორ გონიათ ხა ნანუკა ყოველდღე ურეკავს იმ ბავშვებს რომლებსაც სახეს იხოკავდნენ რომ ამ ბავშვებისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებ და ეს დამპალი მთავრობა აი როგორ გონიათ რამდენად ფეხებზე კიდიათ ეგ ბავშვები როგორ გონიათ პროტესტებს რომ მართავდნენ აი მშობლების გარდა ვინმე საინტერესებდა ეგ ბავშვები რომელიმე აქციის მონაწილემ დაურეკა გადაურეკა რომ როგორ არის თქვენი შვილი იმიტომ რა ვიცი დღე და ღამე ხო თქვენ გამოვიდექით კაცო რა თქვენ გამო რა გიგა ავალიანის გამო რა დიუშენი რა ეს აფხაზეთის დაბრუნება და ამ თემაზე ცდილობენ რომ გიგა ავალიანის მკვლელობა ცდილობდნენ რომ გიგა ავალიანის მკვლელობა მთავრობისთვის შეეტანათ რომ მთავრობა გადადგეს და პროტესტები და რაღაცა 1965 დღე უწყვეტი პროტესტის და რო არ გამოუვიდათ ეხა გამწარებულები არიან და რა გაჩნდა რომ აბა შენ არ მთხოვდიო მიშას გათავისუფლებას მერე
აი დღესაც რო გთხოვოს მიშას გათავისუფლება, რა იცვლება? მოსწონს ადამიანს მოსწონდეს. ჩემი რა საქმეა, ან შენი რა საქმეა, მაგრამ შენთვის ეგ არის მთავარი, რომ ადამიანი გადაიყვანოს შემხარეს და რაღაცა აბსოლუტურად სხვა მიზეზის გამო პროტესტები შექმნა. ხო, ანუ რეალურად ეგ არის რა, როდესაც პროტესტში ვერ ჩაითრიეს, როდესაც მთავრობის წინააღმდეგ ვერ განაწყვეს, მაშინ всё, მაშინ იმის მკვლელებისკენ ვარ. თუ ჩემ გვერდით არ დადგები და ჩემ საქმეს არ გამოადგები, მაშინ შენ წინააღმდეგ წავალ. აი ეგ არის, ყველა ხართ აბსოლუტურად სვეთადი ნაწილები ამათთვის, რომლებიც პროტესტებში გიყენებენ ყველა მიზეზით აბსოლუტურად. ეხლა რო ატრიალებენ ეს ორი კვირაა, რომ სიცილის გამო ბავშვი მოკლეს, მთავრობის ბრალია. აი ვის ახსოვს ეხლა ამადგან ეგ ბავშვი კიდევ? მოკლედ, ცოტა სერიოზულ ნოტაზე ვასრულებთ, მაგრამ ცხოვრება ეგაა და ცხოვრებას უნდა შეეგუოთ, რომ ადამიანები ყოველთვის სიმართლეს არ გეუბნებიან და ფარული მიზნები ამოძრავებთ. კოცნეთ მიყვარხართ. არხი გამოიწერეთ.